თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 პირის ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულოვას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევას კიკნაძისა და სერგეი კუხარჭუკის პროცესი გაიმართა. გურამ მირცხულოვამ და სერგეი კუხარჭუკიმ სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადეს. სხდომას მოსამართლე თეა ლეონიძე უწყებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. სასამართლო პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულთა ნაწილმაც. სოლიდარობას გამოუცხადებ დიქტატორის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის მებრძოლ ირანელებს. ყველა ადამიანმა უნდა იყოს მაგალითი, როცა ქვეყნის კეთილდღეობას პირად კეთილდღეობაზე წინაყენებ. რით მოგწამლეს 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე. იმ თარიღებში, რა თარიღებშიც ბრალი წარგვიდგინეს, რა ნივთიერებებს უშვებდნენ, ეგ გვითხრან. სანამ პასუხს არ მივიღებთ, ყოველ წამს ინტენსიურად უნდა ვიკითხოთ. არ შეიძლება ეს დანაშაული შერჩეთ. თვითონ ერთმანეთშიც ვერ მოგვარებულან ისე რომ ერთმანეთის საწინააღმდეგო რაღაცეები არ გვითხრან. მოსამართლეს ვკითხავდი, თვითონ თუ ფიქრობს, რომ ჩვენი ბედი აშხაბადში უნდა წყდებოდეს? პასუხს არ ველი. ჩვენც რომ ასე არ ვფიქრობთ, ამიტომ გამოვედით გარეთ, რაც დანაშაულად ჩაგვითვალეს. ყველა მოქალაქე ვალდებულია გამოვიდეს, როცა მის ქვეყანაში უსამართლობა ხდება, როდესაც ხედავ, რომ შენი ეგრეთ წოდებული მთავრობა მტერს ემსახურება. იმიტომ ხდება, რომ მაშინ ის გაუტარეთ. ცოტა ხანში გვეტყვიან, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია. ეს იმიტომ ხდება, რომ მაშინ ჩუმად იყავით, თქვენ პატივცემულო მოსამართლე და თქვენც არაპატივცემულო პროკურორო. ჩვენ იმიტომ გვიჭერენ, რომ თქვენ დაეთანხმეთ პუტინთან წყდებოდეს ჩვენი ბედი. რეალობა ერთია, არც ერთ ეტაპზე გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ქონია. იმ მტკიცებულებებით, რაც პროკურატურას აქვს მოტანილი, მაქსიმუმ შეიძლება ადმინისტრაციულ დანაშაულზე ვისაუბროთ. რეალობის სხვაგვარად წარმოჩენის მცდელობაა და ეს ამბავი არ გამოვა. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, რეალობა ერთი იქნება. თავისუფლებას გისურვებთ ყველას. 3 თუ 4 სხვადასხვა მხარეა. ვინც ახლა ერთად ვართ. ნავი გახეთქილია და ყველა ერთად ჩავიძირებით. მეც სურვა არ ვიცი და არ ვიცი როგორ გიშველოთ. თავისუფლება როცა იქნება, თანასწორობაც იქნება. თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს გასაჩივრებული აქვს. მსჯავრდებულების ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გამამტყუნებელი განაჩენები არის უკანონო და დაუსაბუთებელი. გალუსტაშვილმა მათ მიმართ წაყენებული ბრალი ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. მსჯავრდებულებს ორ-ორი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენების გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვენ. პროკურატურა კი მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს, რომელიც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, ისინი პოლიტპატიმრად არიან მიჩნეულნი, მათი გათავისუფლების მოთხოვნა კი ბოლო პერიოდში მიღებულ არაერთ რეზოლუციასა თუ ანგარიში ჩაიწერა.